მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, გიბრუნდებით ტიპი Talk Point-ის მორიგი ეპიზოდით, სადაც სტუმრად გვყავს ჩვენი შერჩევის გუნდის მენეჯერი სალომე მგალობლიშვილი. გამარჯობა სალომე. გამარჯობა ლაშა. და რა ვიცი, ალბათ სტუმრიდან გამომდინარე უკვე მიხვდებოდით დაახლოებით რა თემებზე გვექნება საუბარი, მაგრამ თუ ჯერ კიდევ ვერ მიხვდით ამას, გეტყვით რომ ვისაუბრებთ ყველა იმ კონკრეტულ პრაქტიკულ რჩევებზე, რაც გასაუბრების დროს დაგჭირდებათ და გამოგადგებათ, ან გასაუბრებაზე მოხვედრაზე დაგეხმარებათ და ასევე გაგაცნობთ რაც კონკრეტულ პროცესებს, წესებს ჩვენი კომპანიის შესახებ, ვაკანსიის შესახებ, იმას თუ რა დაგხვდებათ აქ და რა ბენეფიტები გელოდებათ ჩვენთან. და რაც მთავარია, გაიგებთ სალომეს პერსპექტივიდან, როგორც შერჩევის სპეციალისტის პერსპექტივიდან, თუ რა შეცდომები არ უნდა დაუშვათ, რაც ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავია. დავიწყოთ იქით სალომე, როგორც ვიცი, შენ საკმაოდ დიდი ისტორია გაქვს ამ კომპანიასთან თანამშრომლობის და გვითხარი როგორ მოხვდი, როგორ დაიწყო შენი ამბავი და ახლა რა საკეთებ TP საქართველოში. კი ბატონო, პირველ რიგში მადლობა რომ მომიწვია, მიხარია პირიქით მადლობა. იმედია საინტერესო პოდკასტი გვექნება. მეც. რაც შეეხება ჩემ კარიერას, ვფიქრობ საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო ჩემი კარიერა TP ჯორჯიაში. 2018 წელს შემოვერთდი TP საქართველოს გუნდს, მაშინ არვატოს სახელით იყო კომპანია ცნობილი და მოგიყვები როგორ მოვხვდი და რატომ შევაჩერე ამ კომპანიაზე. 7 წელი შეგისრულა. კი, საკმაოდ დიდი სტაჟიარი მაქვს კომპანიაში. ხო, HR სფეროთი ვიყავი დაინტერესებული, მაგისტრატურა დავამთავრე ამ მიმართულებით და მინდოდა რომ ამ სფეროში დავსაქმებულიყავი, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ მხოლოდ თეორიული ცოდნა მქონდა და გამოცდილება არ მქონდა სამუშაო გამოცდილებას გულისხმობ, საკმაოდ რთული იყო დასაქმება. აქედან გამომდინარე მეგობრებისგან ვიცოდი ამ კომპანიის შესახებ, ვიცოდი რომ საერთაშორისო კომპანია იყო და რაც მთავარია ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ის, რომ კომპანია თავაზობდა დასაქმებულებს კარიერულ განვითარებას, შესაბამისად გადავწყვიტე, რომ გერმანულენოვანი კლიენტთა მომსახურების ექსპერტის პოზიციაზე დამეწყო მუშაობა 2018 წელს. გავრცელებული პოპულარული ვაკანსიიდან დაგიწყე ესე იგი შენც. კი ბატონო. რაც ხო ძალიან მნიშვნელოვანია დღემდე მეხმარება ეს გამოცდილება შერჩევის პროცესის დროს, რადგან მეც თავად მუშაობდი გერმანულენოვანი ექსპერტის პოზიციაზე და საკმაოდ ღირებული გამოცდილება მივიღე ამ პოზიციაზე, რაც დღემდე მეხმარება შერჩევის პროცესში. აზრით ხო იდეალური პრაქტიკა ჩანს, იმიტომ რომ ზუსტად იცი უკვე ამ პოზიციაზე რა არის საჭირო და დაახლოებით ხვდები რა უნარი გამოადგება რა გამოდგება ამ უნარი ამ ადამიანის უნარი რომელი გამოდგება რომელი არა და მარტივად შეგიძლია მიხვდე და ძალიან გიმარტივებს ალბათ შერჩევის პროცესაც ხო ეს ყველაფერი. ნამდვილად. და ხო 2018 წელს ამიტომ შევაჩერე არჩევანი ამ კომპანიაზე და საკმაოდ მალე მოხდა ჩემი გადასვლა HR მიმართულებით, სადაც მე უკვე გავიარე კარიერული კიბე, დავიწყე HR ასისტენტის პოზიციაზე და დღეს შერჩევის გუნდის ხელმძღვანელი ვარ. ახლა როგორია შენი პოზიცია, რა საკეთებ და ყოველდღიურობა როგორია? როგორც პრინციპში უკვე აღნიშნე, შერჩევის გუნდის ხელმძღვანელობ, საკმაოდ საინტერესო რუტინა გვაქვს, სხვადასხვა პოზიციებზე ხდება შერჩევის პროცესი, როგორც ფუნქციურ როლებზე, ასევე სხვადასხვა ბიზნესის შიგნით და საკმაოდ დინამიური მოთხოვნები გვაქვს ბიზნესის მხრიდან და ვცდილობთ რომ ბიზნესის და კომპანიის მოლოდინები გავამართლოთ, იმიტომ რომ ალბათ რეკრუტინგი ყველაზე საპასუხისმგებლო საქმიანობა არის ჩვენი საქმიანობა ერთ-ერთი. მithumetes ჩვენნაირი კომპანიისთვის. და ბარემ მოდი გითხრა. ინდიაში ჩვენი კომპანია უკვე წლებია 2500-ზე მე თანამშრომელს აერთიანებს ხო ქვეყნის მასშტაბით და ასეთი კომპანიის, ასეთი მასშტაბების რეკრუტინგის მქონე კომპანიაში ხარ იკავებ ამ პოზიციას. ამ შემთხვევაში ესეთი პირობებით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს შენთვის როგორც შერჩევის სპეციალისტისთვის რა შეიძლება რომ იყოს? ყველაზე დიდი გამოწვევა ალბათ მოთხოვნები არის, ბიზნესის მოთხოვნები არის, ძალიან ხშირად გვაქვს ისეთი მოულოდნელი მოთხოვნებით შეიძლება გაჩნდეს
სხვადასხვა მოთხოვნებში რას გულისხმობ რაოდენობას კანდიდატების მაგალითად შეიძლება რომელიმე ერთ კონკრეტულ ბიზნესში დაგვჭირდეს თვის ჭრილში 100 ახალი თანამშრომლის შესწავლა. 100? ოღო. მე რატომ მიყვის პრინციპი, მაგრამ 100 ხო იშვიათ ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა ალბათ, რაც შერჩევის გუნდს გვაქვს. ძალიან ის არის. რთული იქნება ჩემი აზრით ძალიან და პრინციპში რაღაც ხრი ჩართული მეც ვარ ამ პროცესებში და წარმოდგენა მაქვს ასე თუ ის, მაგრამ უშუალოდ შერჩევისთვის 100 მაგალითად ხა 100 კანდიდატის შერჩევა რომ გჭირდება პოზიციისთვის, მანამდე რამდენს უნდა გაესაუბრო, რამდენი რეზიუმე უნდა გადაარჩიო, რომ მე იმასამდე მიხვიდე და ალბათ ეს იქნება ეს არის რაღაც წარმოდგენილი შრომა. თქვა 2025 წელს დაახლოებით 900-ზე მეტი თანამშრომელი ავიყვანეთ უკვე და დეკემბერში კიდევ გვაქვს დაგეგმილი ჯგუფები. ამ ხო შესაბამისად ალბათ ეს მეტყველებს უკვე წარმოგიდგენიათ რამდენი რეზიუმე მივიღეთ და რამდენი ეს გადარჩევა მოხდა. ზუსტად შევეხეთ ამ ყველაფერს და უპირველესი რა არის, რასაც ყურადღებას აქცევთ შერჩევის პროცესში პირველი. რადგან ხო უპირველესი პრინციპში რადგან ძირითადად გვაქვს მოთხოვნები ენების მიმართულებით, გვაქვს თქვათ გერმანულენოვანი კლიენტთა მომსახურების ექსპერტის, რუსულ-ინგლისურის, თუ თურქულ-ინგლისური კლიენტთა მომსახურების ექსპერტის პოზიციები, ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი რაც არის ენების ცოდნა. იმისთვის რომ გასაუბრების ეტაპამდეც მოვიდეთ, ხო? ანუ აქედან გამომდინარე ყველაზე მნიშვნელოვანია რომ რეზიუმეში სწორად იყოს მითითებული ენების ცოდნა. სამუშაო აღწერილობაში ყოველთვის მითითებულია ის ძირითადი კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატი, შესაბამისად თუ რეზიუმეში არ გვაქვს მითითებული სწორად ენების დონე თუნდაც მაგალითად შეიძლება შემდეგ ეტაპზეც ვერ მოხდეთ. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ პირველ რიგში კარგად წავიკითხოთ სამუშაო აღწერილობა. შემდეგ ამის მიხედვით შევცვალოთ რეზიუმეში მონაცემები ანუ კი ბატონო. ისეთი შემთხვევები თუ გვაქვს რომ აი მაგალითად მოითხოვება C1 ან რა B2 მოითხოვება C1 კონკრეტულ ენებზე და უწერია კანდიდატს ივში ეს ენები, ეს დონე და რეალურად ურეკავთ და მე აღმოჩნდეს რომ ეს დონე რეალურად არ იცის. ეგეთი შემთხვევები ბევრია. რა თქმა უნდა ეს დონეც ხო ძალიან პირობითი არის. შეიძლება მაგალითად მე გერმანული სკოლა დავამთავრე და შეიძლება C1-ის დიპლომი ავიღე 2006 წელს, ხო და შეიძლება რეზიუმეში მითითებული მქონდეს, რომ C1 დონეზე ვფლობ რომელიმე ენას, მაგრამ ეს რეალური აღარ იყოს. ამისთვის გვაქვს პირველი ეტაპი სატელეფონო ინტერვიუ. კანდიდატებს, რომელთაც მითითებული აქვთ რომელიც მინიმუმ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, უკავშირდებით, ვაცნობთ პირობებს და პირველი ეტაპი შერჩევის არის სატელეფონო ინტერვიუ, სადაც მოკლე გასაუბრება ხდება მოთხოვნილ ენებზე. კი. ესეთი ყოფილა, ესე იგი, რომ დონე არ შესაბამოდეს უფრო დაბალი იყოს, მაგრამ ისეთი თუ ყოფილა, შანსი თუ გქონია, საერთოდ იშვიათად, მაგრამ ხო. B1 წერია და რეალურად უფრო კარგად იცის ვიდრე B1. ეს უფრო იშვიათი შემთხვევა, უფრო ხშირია, რომ თქვა შეიძლება უფრო ნაკლებ დონეზე. ან შეიძლება შეიძლება მაგალითად B2 ეწეროს ვინმეს, მაგრამ საუბრის პრაქტიკა არ ქონდეს, ხო? ჩვენ იქიდან გამომდინარე, რომ კლიენტებს მომსახურებით და კომუნიკაცია ყველაზე მნიშვნელოვანი არის, როგორც ვერბალური, ასევე წერილობითი. შეიძლება თქვათ ფლობდე B2 დონეზე, მაგრამ კომუნიკაციის გამოცდილება არ ქონდეს, პრაქტიკა არ ქონდეს. ამიტომ ხო ესე ძალიან რთულია. ამიტომ ყველას ვურჩევთ ხოლმე, რომ გამოაგზავნონ რეზიუმე, ჩვენ უკავშირდებით და მოწმდება სატელეფონო ინტერვიუზე და სატელეფონო ინტერვიუს შემდეგ უკავშირსაც ვაძლევთ ყველა კანდიდატს, რომ აი ვთქვათ, გაუმჯობესება არის საჭირო და შემდეგ შეუძლიათ კიდევ გამოაგზავნონ რეზიუმე. ანუ აი ტურის როგზას დააყენებს და გაქცეულს მოამბრუნებ, ეგ თვალთ საკმარისი არ გამოდის. თავარია, რომ ხო, როდესაც ანუ პირველად მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს, ყველას ვუკავშირდებით სატელეფონო ინტერვიუზე და შემდეგ უკვე. კარგი და გადალახა მაგალითად გამოგიona რეზიუმე, გადალახა ეს სატელეფონო ინტერვიუც. უშუალოდ უკვე გასაუბრების დროს, ან ხო, თუნდაც პრინციპში გასაუბრებამდე ყველაზე ხშირად რა შეცდომას უშვებენ კანდიდატები, რაც პირდაპირ ბლოკავს ასე ვთქვათ რა, შანსებს ამცირებს საგრძნობლად შემდეგ ეტაპზე გადასვლისას. ეგეთი შეცდომები თუ შეუძლიათ რომ აირიდონ, რა ვთქვათ. მომზადება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ანუ გასაუბრებისთვის სწორი მომზადება არის წარმატების საწინდარი, ხო, პირველ რიგში.
ენების ცოდნას თავი რომ დავანებოთ. ანუ ამ შემთხვევაში მაგალითად შეიძლება კანდიდატი იყოს ძალიან მოტივირებული, ძალიან გამოცდილი, მაგრამ ენას ვერ ფლობდეს იმ დონეზე. აქ ვერაფერს ვერ ვიზამთ, მაგრამ ზოგადად ნებისმიერი ინტერვიუსთვის ყველას ვურჩევ, რომ სწორი მომზადება არის გადამწყვეტი. აუცილებლად უნდა მოვიძიოთ კომპანიის შესახებ ინფორმაცია, ინდუსტრიის შესახებ ინფორმაცია და სამუშაო აღწერილობას გავაცნოთ კარგად, იმიტომ რომ ხშირად გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც კანდიდატი გასაუბრების დროს ამბობს, რომ ზუსტად არ ვიცი რა მევალება, ხო? ან თქვათ რისი გაკეთება მომიწევს და არ აქვს წარმოდგენა როლზე. აქედან გამომდინარე, შემდეგ უკვე ხვდებით, რომ მისი мотиваცია არის ალბათ ძალიან ზოგადი და არა კონკრეტული, ხო? ისე დღეს მე მგონია, რომ ხელოვნური ინტელექტის დახმარება ძალიან კარგად შეიძლება მაგ საქმეში, რომ ეს აღწერილობა მოუყვე კომპანიის შესახებ და გავარჯიშოს რა, რაღაც დაგისვას ეს კითხვები, მოგამზადოს ასე თუ ისე და დაახლოებით გითხრას, როგორ შეიძლება უკეთესად წარმოაჩინოს საკუთარი აუცილებლად ეს ყველაფერი ძალიან საჭიროა, იმიტომ რომ ციფრული ინდუსტრია და ხელოვნური ინტელექტი საკმაოდ სწრაფად ვითარდება, უკვე ინერგება ნელ-ნელა AI ინტერვიუებიც და მნიშვნელოვანია, რომ ისე რა საინტერესო იქნება AI-სთან ინტერვიუს გავლა. მე გავიარე. ხო, მაინტერესებს. როგორი გამოცდილება? ცოტა ხო, შეიძლება გადახვევას. საინტერესო გამოცდილება, რა თქმა უნდა და ამას ვერ გავექცევით, ძალიან ბევრი კომპანიას უკვე აქვს დანერგილი AI ინტერვიუ. პირველ ეტაპს მაინც ალბათ ჯერჯერობით ეგრე ხო, რაღაც პირველი ეტაპი რო გაიარო, რომ კი. საბაზისო მოთხოვნები შემოწმდეს. საინტერესო იქნება, მე ჯერ არ გამივლია და დამაინტერესა ეხლა უცბად რა. ხო, არა, მე იქიდან გამომდინარე, რომ რა თქმა უნდა მაინტერესებს ამ სფეროში რა ტენდენციებია, რა ცვლილებები არის და ჩვენთან თუ იგეგმება ამის დანერგვა. ჯერჯერობით ადრე ამაზე საუბრობთ. გასაგებია. ყველაზე უცნაური ან დასამახსოვრებელი რეზიუმე ან განაცხადი თუ შეგიძლია რომ გაიხსენო. ერთი წუთი დავფიქრდები. კი, რა თქმა უნდა, ეხლა გამახსენდა რეზიუმეს ნაცვლად იყო გამოგზავნილი წიგნი. ეს წიგნი საკმაოდ საინტერესო წიგნი იყო, PDF ვერსია იყო. ისეთი შემთხვევები ხშირად არის და მახსოვს წიგნი ხო არ გახსოვს რა წიგნი. წიგნი არ მახსოვს, მაგრამ მახსოვს რომ გამიხარდა, იმიტომ რომ არ მქონდა ის წიგნი. მე გერმანული წიგნი იყო? თუ უბრალოდ ინგლისური წიგნი იყო, უბრალოდ ზუსტად არ მახსოვს ახლა რომ რა წიგნი იყო. ფაილის ატვირთვისას რო გეშლება. ხო, და ესეთი შემთხვევები პრინციპში ერთხელ და ორჯერ არ ყოფილა, ხშირად არის, რა ვთქვა, რაღაც შეიძლება საგამოცდო საკითხები იყოს, ალბათ ძირითადად ბევრი სტუდენტი არის დასაქმებული ჩვენთან და სტუდენტები ხო ხშირად ალბათ როდესაც გადატვირთულები არიან, ბევრი გამოცდების წინა პერიოდი აქვს, ალბათ იმდენად გადაღლილები არიან, რომ შეიძლება ესეთი შეცდომა დაუშვან და ხო, კიდე სახალისო არის მეილები ძალიან. მეილების სახელი და გვარი რო არ უწერიათ და სხვა რაღაც. ხო, აი ბავშვობაში გაკეთებული, მაგალითად რაღაც ნიკნეიმით გაკეთებული იმეილი და რაღაც გიორგუნა რაღაც ეს gmail.com ესეთი მეილები. მაგას ისე სხვათა შორის, ანუ ეგეც არის მინუსი, თუ ეგეთი მსგავსი მეილი თუ გამოგზავნა კანდიდატმა, დიდი მინუსია, პატარა მინუსია, საშუალო თუ როგორ? ამის გამო ვთქვათ ახლა კანდიდატის დაუარება არ მოხდება, მაგრამ ხო, რა თქმა უნდა, უჯობესია, რომ ცოტა პროფესიონალური ხო რეზუმეში მითითებული იყოს პროფესიონალური იმეილი, რომელიც ვთქვათ სახელის და გვარისგან შედგება და ასე შემდეგ. გასაგებია. აი ამ შეცდომების მიუხედავად, რა ვიცი, თუნდაც CV-ს მაგივრად, რა ვიცი, სურათი გამოეგზავნოს ან რაღაც ყოფილა თუ არა ისეთი მომენტები, როდესაც აი ამის მიუხედავად მაინც გადაგიწყვეტია კანდიდატის არჩევა, ანუ რაღაც ისეთი განსაკუთრებული ან მოულოდნელი მომენტი თუ ყოფილა, ან აი უკან მიდის ეს ყველაფერი, ან უარისკენ მიდის და უცბად რაღაც ისეთი უთქვამს გასაუბრებაზე ან რაღაც ისეთი მომხდარა, რამაც შემდეგ გადაგაწყვეტინათ ამ კანდიდატის არჩევა. როგორც აღვნიშნე, ვთქვათ, მეილის გამო არ ხდება დაუარება და კი, რა თქმა უნდა, გასაუბრების პროცესი საკმაოდ დინამიური პროცესი არის და სანამ ბოლომდე არ დასრულდება გასაუბრება, შემდეგ ვაჯამებთ ერთად ყოველთვის გასაუბრების შედეგს და
ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩემთვის პირადად мотивация, იმიტომ რომ ძირითად პოზიციებზე ჩვენ გამოცდილებას ძირითად ყველაზე ხშირად გამოცხადებულ პოზიციებზე, რაც გვაქვს ენების მიმართულებით, მომსახურების ექსპერტის, კლიენტთა მომსახურების ექსპერტის პოზიციაზე გამოცდილებას არ ვითხოვთ. აქ მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატმა აჩვენოს ინტერესი და мотивация სწავლის. ისე მაგ დროს ის მომენტი არის, რომ აი ამას როცა ვამბობთ, რომ გამოცდილებას არ მოვითხოვთ და იმ თავარია სიტყვაზე პირობითად ენებს ფლობდეს საჭირო დონეზე და ადამიანი ფლობს საჭირო დონეზე, მერე პროტესტი აქვს ხოლმე, რომ აი ხო ვამბობთ, რომ სამუშაო გამოცდილებას არ მოვითხოვთ, ენებიც ვიცი და მაინც არ ამიყვანეთ. აი ეგ მომენტი როგორ შეიძლება, რომ დააბალანს ავხსნათ ამ გასაუბრებაზე ენა არის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, ხო? აი თუნდაც ქართულად როგორ ენის გარეშე ვერ დავსაქმდებით, თქო გერმანულენოვანი აგენტის პოზიციაზე ვერ დავსაქმდები და რა თქმა უნდა იქ ძალიან ბევრი ფაქტორი არის გასათვალისწინებელი. გარდა ენებისა, ხო? კომპეტენციები, უნარები, soft skill-ები, hard skill-ები, ასე შემდეგ. ენა არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, თუმცა გასაუბრებაზე მოწმდება ასევე კომპანიის ღირებულებებთან თავსებადობა და ასე შემდეგ, ხო? ძალიან ბევრი რამე იზომება გასაუბრების დროს. ენა არის ერთ-ერთი ფაქტორი და დანარჩენი კიდევ, რა თქმა უნდა, უამრავ რამეს ექცევა ყურადღება გასაუბრებაზე. ესეც კარგია, რომ მაინც განუმარტოთ, რომ მაინც ხშირად არის ხოლმე ის პროტესტი რა, რომ ენებიც ვიცი და სამუშაო გამოცდილება არ მაქვს, მაგრამ მაინც უარი მივიღე და ამის იქით არის, რა თქმა უნდა, ბევრი ისეთი ფაქტორი, რაც თუნდაც კომუნიკაცია, თუნდაც არ ვიცი, გუნდური მუშაობა, ან პრეზენტაბელურობა, კი ბატონო, შეიძლება მაგალითად ენები ძალიან კარგად ვიცი, მაგრამ კლიენტთა მომსახურების სფერო არის ძალიან სპეციფიური, ხო? ძალიან ემპათიურები უნდა ვიყოთ, კომუნიკაბელურები უნდა ვიყოთ, პრობლემის გადაჭრის უნარი უნდა გქონდეს და გასაუბრებაზე ყველა ეს მინიმუმ კრიტერიუმები მოწმდება და შესაბამისად თუ რომელიმე მინიმუმ კრიტერიუმს არ ვაკმაყოფ, შეიძლება გადასარევად ვიცოდე ენა, თუმცა ძალიან უხეში ვიყო და კლიენტთან კომუნიკაციისთვის ეს ყველაზე დიდი red flag-ია, ხო? ანუ კარგია. მიხარია red flag-ები ახსენე, ეგრეთოდე წითელი დროშები. რადგან პატარა blitz თამაში მაქვს შენთვის. საინტერესო. ჩამოგითვლი ახლა რაღაც რამდენიმე, ვთქვათ, თითო წინადადებით მომენტებს ან ასე ვთქვათ, ეპიზოდებს, რაც შეიძლება შერჩევის პროცესში კონდეს და შენთვის მითხარი, შენთვის ეს წითელი დროშა იქნება თუ მწვანე დროშა. მზად ხარ? მზად ვარ. ავიწყოთ. კანდიდატი სივს აგზავნეს სკრინშოტის სახით, ან სურათის სახით. წითელია თუ პრინციპში ამაზე ვისაუბრეთ უკვე, რომ ალბათ წითელი ვივარაუდებ. უფრო წითელი, მაგრამ ხო ამის გამო შეიძლება გამწვანდეს ბოლოში. კი ბატონო. კანდიდატი ამბობს, ჩემი სისუსტე პერფექციონიზმია. ამას ხშირად ამბობენ, ხო, როდესაც კომპანიებში ეკითხებიან ხოლმე თქვენი სუსტი მხარეები, ყველაზე კარგი დეტალებზე ორიენტირება. ხო, ისეთი რაღაც უნდა თქვა, რომელიც ნამდვილად სუსტი მხარე არ არის და ეს ძალიან ხო ვითომ სუსტი მხარე არის და ამას ხშირად ხვდებით, ხო. მშობელთან ერთად თუ მოდის გასაუბრებაზე? რა არის ჩვენ სკოლის მოსწავლეებსაც ვასაუბრებთ ასე რომ არასრულ წონებს არ ეხებათ, რა თქმა უნდა. გასაუბრების შემდეგ LinkedIn-ზე გიკავშირდება და წერთ გასაუბრების შესახებ. ეს მწვანე დროშა არის, უფრო ინტერესს უსვავს ხაზს, ხო? ძირითადად, რა თქმა უნდა, ყოველთვის გასაუბრების პროცესში კანდიდატი ინფორმირებულია, როდის დაუკავშირდებით და რა იქნება შემდეგი ეტაპები და ასე შემდეგ, თუმცა თუ დამატებითი კითხვა გაჩნდა, რა თქმა უნდა, ყოველთვის ეუბნებით, რომ შეუძლიათ მოგწერონ და კითხონ, ამიტომ პირიქით. ეთყობა რომ აშკარად ნერვიულობს, მაგრამ მაინც იძლევა პასუხებს და ჩართულია გასაუბრების პროცესში. ეს ყველაზე ხშირი შემთხვევა და ყველაზე მწვანეა, იმიტომ რომ ნერვიულობა ძალიან ადამიანური ფაქტორია გასაუბრების დროს, იმიტომ რომ რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ხარ, როდესაც მეც მქონია ის შეგრძნება, რომ გასაუბრებაზე რომ მინერვიულია, ასე მგონია, რომ ამას თუ შემატყობენ, ეს უკვე მე რაღაც მინუსია. არა, ხო, არა და ჩვენთვის, ჩემთვის პირადად ძალიან ადამიანური ფაქტორი არის ნერვიულობა.
და გარკვეულწილად ჩემი როლიც და ფუნქციაც გასაუბრებაზე არის ის, რომ კანდიდატს დავეხმარო, რომ ეს ნერვიულობა გადალახოს და ისეთი გარემო შეუქმნა გასაუბრებაზე, რომ თავისუფლად იგრძნოს თავი და გადალახოს ეს ნერვიულობა. ასე რომ ნერვიულობა ძალიან ადამიანური ფაქტორი არის და მაგაზე აღარ ვინერვიულობთ, რომ ნერვიულობაზე აღარ ვინერვიულობთ. ნერვიულობა ძალიან ჩვეულებრივი მომენტია გასაუბრებაზე, კი ბატონო. ძალიან კარგი. მე პირადად მომეშვა ხა ამის მოსვლის. 2 წელიწადში 5 სამუშაო ადგილი აქვს გამოცვლილი. კონტექსტს გააჩნია, მაგრამ ხო, ნუ ზოგადად არასტაბილურობაზე მეტყველებს, მაგრამ რა თქმა უნდა, როდესაც ესეთ შემთხვევა გვაქვს, თუ პოზიციურად ხო, ამიტომ ვამბობ, ზუსტად კონტექსტს გააჩნია, ხო, როდესაც ესეთი შემთხვევა გვაქვს, ზუსტად იმისთვის გვაქვს გასაუბრება, რომ ვკითხოთ, ხო, რომ რით იყო განპირობებული. თუ ესე ყველანაირი შინაარსდაცლილად ავიღებთ ამ ფაქტორს და უბრალოდ ესე ვიტყვით, შეიძლება პირველი ეს ვიფიქროთ, რომ არასტაბილურობაზე მივუწევთ, მაგრამ შეიძლება პირიქით, ხო? ამიტომ ესე ვერ ვიტყვი. კი ბატონო. გეუბნებათ, რომ მომენტალურად შეუძლია მუშაობის დაწყება. იმ შემთხვევაში თუ მუშაობს. იმ შემთხვევაში თუ მუშაობს, კომპანია თუ აძლევს ამის შესაძლებლობას, ჩვენ ყოველთვის გაგვიყარდება, თუმცა ყველა კომპანიას ალბათ გარკვეულწილად აქვს ნოთის პერიოდი და უარყოფითად საუბრობს წინა მენეჯერზე. აქაც კონტექსტს გააჩნია, ესე ვერ ვიტყვი, ამ დროს დამატებით კითხვებით შეგიძლია გაარკვიო, რით იყო განპირობებული, რა იყო პრობლემა, ამასთან რა პრობლემა იყო, რატომ იყო. უარყოფითად საუბრობს ერთ კონკრეტულ ადამიანზე თუ მთლიანად კომპანიაზე ან ბევრ კომპანიაზე, ანუ ესე მთლიანად კომპანიაზე თუ ილაპარაკა? იცი რა არის, ნახე, გასაუბრების დროს არსებობს ბევრი საზღვრები, რა ძალიან ცუდად მომექცნენ, ან რაცა უარგისი კომპანია იყო და იქ მე არ დავმაფასეს, ვერაფერი არ გამომივიდა, არ დამაწინაურეს არაფერი და ეხლა ამიტომ დავიწყე რაღაც სხვა შესაძლებლობებს. ხა ესე უარგისი დამტერმინებით თუ საუბრობთ, რა თქმა უნდა, კი, უბრალოდ გასაუბრებაზე ხშირად ჩვენ თვითონ ვკითხულობთ, აი თქვათ წინა გუნდთან რა გამოცდილება იყო და გვაქვს ესეთი ის, ხო? იმიტომ რომ ნახოთ მაგალითად გუნდურობის კუთხით რაღაც გარკვეული ინფორმაცია მივიღოთ, ხო? ასევე კონფლიქტურობასთან დაკავშირებით და ხშირად არის ჩვენი მხრიდან ესე პირდაპირ იმას კი არ ვკითხავთ, თქვათ რომ კონფლიქტი თუ ქონია შენ უფროსთან ან ასე შემდეგ, მაგრამ გარკვეული ზოგადი კითხვების დასმა ხდება ამისთვის და გვაძლევს გარკვეულ შინაარს, ხო, რომელიც მერე გვეხმარება რაღაც დასკვნების გამოტანაში, ასე რომ ეს ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვი, რომ red flag-ია. გააჩნია კონტექსტ, ხო, როგორ საუბრობ და რა კონტექსტში. თუ ხსნი არგუმენტირებულად, კი. გასაგები. და ბოლო, აგვიანებს, მაგრამ მიზეზიც აქვს და გიხსნით რატო დააგვიანე. თუნდაც დიდად დააგვიანე. დაგვიანება ძალიან არასასურველია, რა თქმა უნდა, გასაუბრებაზე, თუმცა ხშირად გვაქვს ესეთი შემთხვევები, როცა გასაუბრების გადადება გვიწევს, რაც საკმაოდ პრობლემურია ჩვენთვის, ხო, ძალიან ბევრ დროს გამოვყოფთ, ასევე hiring manager-თან შეთანხმებული ეს გასაუბრებები და ასე შემდეგ და არასასურველია, თუმცა ხდება და თუ რაღაც ლოგიკური ახსნა აქვს ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა. საცობი არ არის. არ უშველი საცობი. საცობი არ უშველი. და მაშინ ბოლოს ესეთი ტრენდული ცოტა 10-იანია, მაგრამ და ეს red flag-ი რა იქნება? აყვანა გინდათ 10-იანია, მაგრამ რაღაც ჩვენ შემთხვევაში 10-იანია, მაგრამ ენა საფუძვლის შესაბამის დონეზე ხო? 10-იანია, მაგრამ ყველაზე მეტად ხო, აი შეიძლება ძალიან დიდი გამოცდილება გქონდეს კლიენტთან მომსახურების სფეროში, თქვა შეიძლება ქართულ ენაზე, ხო, ანუ ძალიან გუნდური იყო, ძალიან მეგობრული, მოტივირებული, მაგრამ ენას არ ფლობდეს იმ დონეზე, რა დონეზეც არის, მაგალითად ჩვენ კონკრეტულ პოზიციაზე მოთხოვნა, ხო? ეს არის ყველაზე ხო ხშირი, რომ 10-იანიან ძალიან გინდა რომ დაასაქმოს ადამიანი უბრალოდ ენის დონეზე. მაგრამ ამისთვის ხო, თქვა გერმანულზე თუ ეს პრობლემა გვაქვს, ამისთვის აკადემია გვაქვს და აკადემიაში ხო გვაძლევს შესაძლებლობას გერმანული ენის აკადემია, რომ იქ გაიმჯობესონ ენა. სხვათა შორის ამაზეც გვექნება ერთი ეპიზოდი და აკადემიის შესახებად უბრალოდ ცოლადაც მოგიყვებით. მწვანე დროშა თუ არსებობს ესეთი მწვანე დროშები, რომელიც ხშირად შეუმჩნეველი ხდება, აი კანდიდატი არასათანადოდ არის დაფასებული, მაგრამ რეალურად ძალიან ღირებული, ან უნარია, ან თუ ისება, ან უბრალოდ პიროვნული მახასიათებელი რაღაც ისეთი. კი. აი ხშირად მქონია ისეთ კანდიდატებთან ურთიერთობა, ვისაც აღუნიშნავთ, რომ ძალიან დიდი შრომა ჩადეს იმაში, რომ
ბოლოს ჩვენთან დასაქმებული იყვნენ გერმანულში მომზადება დაიწყეს ასე შემდეგ. ხო, ზოგი არ აღნიშნავს ამას და ალბათ ის შრომა, რასაც ვდებთ იმაში, რომ რაღაც კონკრეტულ პოზიციაზე დავსაქმდეთ, არის ზოგჯერ შეიძლება შეუმჩნეველი გახდეს, იმიტომ რომ თვითონ კანდიდატიც ამას არ უსვამს ხაზს, ხო? აი ეს მომზადება და ის შრომა, რაც გარკვეულ ნაბიჯამდე თან თან მიმდევრულობა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ცდილობ ამ კონკრეტული მიზანი გაქვს და ამ კომპანიის მოხვედრას. კი. სხვადასხვა ერთ-ერთი უკვე ჩვენი თანამშრომელი, ჩვენი მეგობარი მეუბნებოდა, რომ ჩვენი ღია კარის დღიდან დაიწყო, ღია კარის დღეზე იყო. მე აკადემიაშიც მოხვდა და ეხლა დღეს უკვე აქ მუშაობს და აქედან იქან რა ხელ პერიოდი შეიძლება და აი ამ ყველაფერზე თვითონ თუ არის საუბრებს, ხო, შეიძლება გასაუბრებაზე ეს შეუმჩნეველი აღმოჩნდეს მისი განვლილი გზა და შრომა, ხო, რაც ამ პროცესში იყო. ესეც საკმაოდ ესე იგი დასაფასებელი არის დამსაქმებლისთვის და მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ვაჩვენოთ, რომ ხო, რომ ეს მოტივაციაზე მეტყველებს, რა თქმა უნდა. კარგი და თამაშებს ცოტა ისეთ მოგვიანებით ისევ ამ სტილის თამაშს დაუბრუნდებით, მაგრამ მანამდე მინდა გაიხსენო გასაუბრება, რომელიც აი არასდროს არ სულ შენთან არის და არ დაგვიწყებია. კარგი ან ცუდი? ორივე. იცი რა მახსენდება ყოველთვის ესეთ გასაუბრებებზე? პანდემიის პერიოდი, იმიტომ რომ პანდემიის პერიოდში, როდესაც ძალიან უცებ მოგვიწია გადართვა ვიდეო ინტერვიუებზე და ამისთვის საზოგადოება არ იყავს და ძალიან ბევრი კურიოზი ხდებოდა ამ დროს, ხო, როდესაც მაგალითად რაღაც ოჯახის წევრების ხმა ისმოდა ყვირილი, ჩხუბი, კარნახი არის ძალიან სასაცილო, ხო, აი ვიღაცა გასაუბრებაზე რომ რაღაც სიტყვებს კარნახობენ ხოლმე. ესეც ან ისეთია კურიოზულია და სხვადასხვა საინტერესო ადგილებიდან გვერდთვებოდნენ ხოლმე, რადგან ონლაინ იყო გასაუბრება, ნუ ეხლა რაღაც მანქანა ყველაზე ბანალური არის. ყველაზე ისეთი სასაფლაო დაჯერდა ერთხელ მაგალითად ესეთი განწყობაც ქონდა, რომ გასვენებაში ვიყავიო და ეხლა და მანქანაში ჩაჭდა და უნდა და გასაუბრება. ესეთი კურიოზული შემთხვევები იყო ბევრი დასაწყის პერიოდში პანდემიის პიჟამოებით და ეგეთი პიჟამოებით ჩარტა. ნუ ხო, დავთქვათ რომ კადრში რაღაც სასაცილო რაღაცების გამოჩენა ალბათ ყველაზე სასაცილო ეს იყო. გასაგებია. ყველაზე ხშირად რა ტერმინებს იყენებენ გასაუბრებაზე? თუ არსებობს რამე ესეთი? კანდიდატები, როდესაც კითხვაზე პასუხი არ აქვთ, საინტერესო შეკითხვა. მადლობა მკითხვისთვის. შემდეგი. არა, ამ დროს ფიქრის დრო აქვთ, ხო? ანუ რა კარგი შეკითხვა. მოიცოდა ვფიქრდები და ამ დროს უკვე პასუხი. ხო, როდესაც უცებ პასუხი არ აქვთ კითხვაზე, საინტერესო შეკითხვა, მადლობა მკითხვისთვის და აი ამ დროს ალბათ რაღაცა რამდენიმე დამატებითი წამი აქვთ იმისთვის, რომ კითხვა პასუხი ჩამოაყალიბონ სწორად. ხშირია. სულ რო 10 წამი ქონდეს გასაუბრებისთვის. რას კითხავდი კანდიდატს? ერთი კითხვა რო შეგეძლოს რა დავუსვა. მოტივაცია. ყოველთვის უპირველესი ერთ-ერთი არის. რატომ გინდა ჩვენთან მოხვედრა? კი. და ამით რეალურად იღებთ ხოლმე აი გულს სრულფასოვან პასუხს? მოტივაცია ის კითხვა, რომელიც ყველა გასაუბრებაზე ნებისმიერ პოზიციაზე აუცილებლად ვერაცდები ამ კითხვას ვერასდროს. და რატომ გინდა ხო კარგი მოტივაცია და რატომ შენ ამ ეს კითხვაც ხშირია ხოლმე? რატომ შენ და არა სხვა კანდიდატი? მაგას თუ იყენებთ ხშირად მაგ კითხვას? ხო, სხვადასხვა კონტექსტში შეიძლება კი რა თქმა უნდა ვსვათ ამ კითხვას. კარგი. ისეთი რამე თუ არსებობს, აი მაგალითად თქვენ შესახებ HR-ების ან შერჩევის სპეციალისტის შესახებ რისი გაგებაც გაუკვირდებოდა ადამიანს ან რამე ცრუ წარმოდგენა თუ აქვს რაღაც სტერეოტიპები თუ არსებობს თქვენი პოზიციის შესახებ თუნდაც გასაუბრებასთან დაკავშირებით ან აი CV-ს უკან ვინიმალება და ეს რაღაცები. ეგეთი რამე თუ არსებობს. ნუ ზოგადად შერჩევაში და რეკრუტინგში ესე არის ალბათ რომ ყველა ფიქრობს რომ ჩვენ საქმიანობა მხოლოდ გასაუბრებებს და ინტერვიუს მოიცავს და იმის იქით ბევრი არაფერი, მაგრამ ხო რეალურად რეკრუტინგში ვთქვათ მონაცემების ანალიზი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია პროცედურები და უამრავი სხვა
საქმე არის, რასაც ვაკეთებ ყოველდღიური ანალიტიკა, მონაცემების შეგროვება და ექსელთაროზი ხართ ამას. კი, და ხო, ტექნიკურ უნარებსაც მოითხოვს ხო, applicant tracking სისტემების ცოდნა და ასე შემდეგ და არ არის მარტო გასაუბრება, ხო, მაგრამ ძირითადად ესე ფიქრობენ, რომ რაღაც რეკრუტერი მხოლოდ გასაუბრებას ატარებს და ვსია. და ეს სანამ უშუალოდ კიდევ ამ რეკრუტინგის გარშემო ვარ, შერჩევის გარშემო, დასაწყისში ვახსენეთ, რომ ძალიან მასობრივი შერჩევები გვაქვს და შეიძლება 100 კანდიდატი გჭირდებოდეს და ვიღებდეთ 1000-2000 CV-ს. და მაგალითად ამ შემთხვევაში, რა ვიცი, გვაქვს 200 CV, მიღებული 300 CV და 10 ადგილი გვაქვს, 20 ადგილი გვაქვს. რა შეუძლიათ გააკეთონ ისეთი კანდიდატებს, რომ ეს CV გამორჩეული იყოს და 200 კაცში გამოჩნდეს რა. საბედნიეროდ ერთი კარგი ის არის, რომ ხშირად გვაქვს ვაკანსიები და თუ ერთი ჯგუფის შევსების დროს ვერ მოხდებით, მეორე ჯგუფის დროს შეიძლება გათვალისწინება, რა თქმა უნდა. თუმცა ხო, ანუ მნიშვნელოვანია, რაც ვთქვი, რომ რეზიუმეში სწორად იყოს მითითებული ენების ცოდნა და ის მინიმუმ კრიტერიუმები, რაც კონკრეტულ პოზიციაზე არის მნიშვნელოვანი. ასევე მნიშვნელოვანია ტელეფონის ნომერი და იმეილი იყოს სწორად მითითებული, ესეც მნიშვნელოვანია და თვალყური უნდა ადევნონ ჩვენს ვებგვერდ სოციალურ ქსელს, რომ ვაკანსია რომ გამოცხადება, მალევე გააკეთონ განაცხადი. ანუ ამასაც აქვს მნიშვნელობა, დროულად შემოიტანო განაცხადი. კი. რადგან თავდაპირველად მე ანუ ნაკადის მიხედვით ხდება გადარჩევა სიო. ხო, და რა თქმა უნდა, ენის დონის მიხედვით, ხო, ანუ ეს საუბრობ რაც მალე ანუ როგორც მოსახლეობის ექსპერტის პოზიციაზე, რადგან ესეთი ძალიან ბევრი მოთხოვნა არ გვაქვს, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ენების ცოდნა, ვთქვათ, თუ კანდიდატებს უწერეთ C1, ამ შემთხვევაში უკვე სატელეფონო ინტერვიუსთვის შეგვიძლია რომ დავიბაროთ ეს კანდიდატები და აქედან გამომდინარე, რაც უფრო მალე გამოაგზავნი რეზიუმეს, მით უფრო მალე მოხდება, რა თქმა უნდა, ლოგიკურად დაკავშირება. თუ ვინმე უცხოეთიდან გვიყურებს და თან გვაქვს ხოლმე შემთხვევები, რომ უცხოეთიდანაც ანგზავნიან. ამ შემთხვევაში, როდესაც უცხოურ ნომერს თუ არ უთითებს, ან ნომერზე თუ ვერ დაუკავშირდით, შემდეგ რა ხდება ეს შემთხვევაში? იკარგება ეს შანსი? არა, ვითარ შემთხვევაში, როდესაც თქვათ კანდიდატი არ უპასუხობს და ეს ხშირია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველა ზოგი მუშაობს, ზოგი უნივერსიტეტში არის, ზოგი უცხოეთში არის და იქიდან იწერება, რომ თქვათ ორ თვეში ვაპირებთ ჩამოსვლას. ჯერ ერთი რომ იმეილ კომუნიკაციაც აქვთ კანდიდატებს და ჩვენც პირველი ზარის შემდეგ, როდესაც არ უპასუხებს კანდიდატი, ყოველთვის ვუგზავნით მეილს მითითებული ნომრით, რომ გირეკავდით და ვერ დაგიკავშირდით და გთხოვთ გადმოგვირეკოთ ან მოგწეროთ მეილზე და ყველა კანდიდატს აქვს შესაძლებლობა რომ შემდეგ დაგვიკავშირდეს. ესე იგი მეილებთანაც ყურადღებით ვიყოთ მეგობრებო. კარგი და ბოლოს კიდე რამდენიმე შეკითხვა დაგისვა. ესეც ისევე რაღაც ბლიცის ვარიანტში. 10 რომელს ამჯობინებდი არის ესეთი თამაში, ასე ვთქვათ. რომელს ამჯობინებდი 10 მოუმზადებელ კანდიდატთან გასაუბრების ჩატარებას თუ ერთ კანდიდატთან, რომელიც 40 წუთის განმავლობაში სრულ ლაპარაკობს და არ ჩერდება. 10 კანდიდატი. ეს ერთი უფრო მრავალფეროვანი. მოსაბეზრებელი. უფრო მრავალფეროვანი იქნება. გამაგიზიანება. კარგი. რომელი გირჩენია გასაუბრებაზე ჩიფსებს ჭამდეს თუ პიჟამოებით იყოს შემოსული? პიჟამა, იმიტომ რომ მეტყოლება მნიშვნელოვანია და თუ ჩიფსებს ჭამს, ვერ გავიგებთ პასუხებსაც და ყდით არ გამსჭით სტიქსას. ხო. ძალიან კარგი. ნერვიულ კანდიდატთან გირჩევნია გასაუბრების ჩატარება თუ ზედმეტად თავდაჯერებული? სათვალეებით როზის რამის ეგეთი. ანუ სათვალეები. სათვალეები. Ну, ზოგადად თუ თავდაჯერებული არის კანდიდატი, მეტყოლებს თუნდაც მომზადებულობაზე ხშირ შემთხვევაში ეს ნერვიულობის ფაქტორი უფრო ნაკლებია, თუ კარგად მომზადებული ვარ და ასევე გამოცდილებაზეც მეტყოლებს, ხო? და შესაბამისად ალბათ. ასაგები. როგორი CV-ის მიღება შეგიძლია რეზიუმესი ნული ფორმატით და ანაირ დავაგებული თუ აი PowerPoint-ით პრეზენტაციასავით ლამაზად გასისინებული პრეზენტის რო არის რეზიუმე, როგორი ჯობია.
ბევრი რო აქვს რა, ძალიან ბევრი რო არის. ზედმეტი დიზაინი და რაღაცა ესეთი ჩუქურთმები. ეს ალბათ ნაკლებად უფრო სადაა, რა თქმა უნდა, ყოველთვის. გასაგებია. და ორი შეკითხვა მოემზადე. იმიტომ რომ მინახავს ესეთი რაღაც ვარდისფერ ფონზე რეჟიმები, ზუსტად ამ ძალიან გალამაზებული ჩასმული სამი დე ამოსული. კი. თავარი არის შინაარსი ხო რეჟიმში და არა თქვათ რაღაც. კარგი და აბა მაშინ მითხარე კიდევ რომელს ამჯობინებდი კანდიდატი რო გეფლირტავებოდეს თუ ტიროდეს გასაუბრებაზე. Ani ტიროს გასაუბრება. შეეშინდეს ინერვიულს და იტიროს თუ ფლირტი გაგიბას. ფლირტს ვერ ვიტყვით, მაგრამ ყველა კანდიდატი ცდილობს რომ მოგეწონოს თავი, ხო? გარკვეულწილად ეს შეიძლება ფლირტიც იყოს. ფლირტი არ ვიცი, ანუ სუბუქი ფლირტი, იმიტომ რომ ნებისმიერი კანდიდატი გასაუბრებაზე იმისთვის მივდივართ, რომ კარგი შთაბეჭდილება დავტოვოთ. როგორც ეს არის გასაუბრებას და პაემნებს ადარებენ ერთმანეთს. გამიგია ეს რამე, ამიტომ რაღაც მხრივ მგონი ხო ეგრე აჯობებს. და ბოლოს შენ ყოფილთან უფრო ჩაატარებდი გასაუბრებას თუ ყოფილ უფროსთან? ყოფილ უფროსთან ძალიან საინტერესოა. თან მით უმეტეს რა გამოცდილებით დაასრულე მასთან ერთად მუშაობა. ძალიან კარგი. და იდეაში ჩვენ დავასრულეთ, ასე თუ ისე მე მგონი ამოვწურეთ კითხვები. მაგრამ სანამ დავამშვიდობებოდეთ მაყურებას, რაიმე რჩევა თუ გაქვს მომავალი ჩვენი თანამშრომლებისთვის ან მომავალი რეკრუტერებისთვის, ეხლა ეს დროა რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ. ხო. პრინციპში რჩევა არის ის, რომ ყოველთვის ეცადოთ რა გასაუბრებისთვის შესაბამისად მოვემზადოთ, სამუშაო აღწერილობა კარგად წავიკითხოთ, კომპანიის შესახებ ინფორმაცია მოვიძიოთ. და სამუშაო აღწერილობასთან შესაბამისად მოვემზადოთ გასაუბრებისთვის და გასაუბრებაზე იმუნარების პრეზენტირება გავაკეთოთ, რაც მნიშვნელოვანია კონკრეტული პოზიციისათვის. ძალიან დიდი მადლობა საომე შენ, მადლობა ჩვენს მაყურებელს, ვინც დარჩით ჩვენთან ერთად და გვიყურეთ, მოგვისმინეთ. იმედი მაქვს რომ მიიღეთ სრულფასოვანი ინფორმაცია ჩვენი შერჩევის პროცესების შესახებ, ვაკანსიების შესახებ და დაახლოებით უფრო მეტი წარმოდგენა შეგექმნათ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოემზადოთ გასაუბრებისთვის, ჩვენთან მოსახვედრად რა ეტაპები უნდა გაიაროთ და როგორ წარმოაჩინოთ თქვენი თავი დამსაქმებელთან. წითელი დროშებიც უკვე იცით, მწვანე დროშებიც უკვე იცით და შეგიძლიათ ეს ყველაფერი სამომავლო წარმატებებისთვის გამოიყენოთ. ამიტომ მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ და მომავალ შეხვედრამდე. მადლობა. მადლობა საომე კიდევ ერთხელ.